ოიო. არა, ეკი, არა, მაგრამ კაია. ამ პოეტურად აღწერს ზაზა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ჩამოვარდა ესე თოვლი და მისი ხმა, რომელიც ამ ფაფუკი და თითქოს ჩუმი იყო, ის ხმა იყო, როგორი კინოს გადაღებაც უნდოდა. აი ეს ნუ გავაღო და წესით მე რა უკვე გამოჩნდება. აქ არ ელოდებიან ხოლმე რომ ესეთი რომ ხდება. ეს ძალიან ესეთი გადმოცემაა ყოველ შემთხვევაში, რომ ლაზიოსტატები ცნობილები იყვნენ ამ სახლის მშენებლობის ტრადიციებით და აქ ამოყავდათ ხოლმე და აი ამ მეჩეთებს და ჯამეებს, რომელიც ბევრი არის ამ მოაჭარაში, ესენი უკეთებდნენ ორნამენტებს და შორის ეს სივრცე იყო თავის დროზე ბებია ჩემი როგორც მოგიყევით სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად თვითონაც ისედაც აქედან იყო მაგრამ ბათუმის მერე და აქ ჰქონდა ბოსელი ბოსელს აჭარაში ახორს ვეძახით და აქ ცხოველები იყვნენ ბებიას ქათმები ყავდა საქათმე ჰქონდა და ასე შემდეგ მოწყობილი და აი ეს სივრცე რომელიც მე ბებიას გარდაცვალების მერე რა თქმა უნდა ჩვენ ვეღარ გავაგზავნეთ სოფლის მეურნეობა გახდა საწყობი და იყო ესე თავისთვის და ვიფიქრეთ რომ შეიძლება და რაღაცა საინტერესო გაკეთებულიყო აქ და ზაზას იდეებისთვის კინოფესტივალის მოწყობა კი ნამდვილად შეიძლება კინოფესტივალის მოწყობა და ზაზას ჰქონდა ესეთი იდეა კინო და ღვინო ჩვენ ღვინოც გვაკეთებთ ღვინოს და და ამაზე არის მოკლედ პატარა ნოველა, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ არა მიდიხარ, როცა პროტესტი გიჩნდება, არამედ როცა რჩები. და რას აკეთებ მე, როცა რჩები რა? და ეგ როგორი გადაწყვეტილებაა და იბრძვი და ეჯაჭვები იმ ადგილს და ართმობ რა და მე ეგ ადგილები მაინტერესებს. დღეს დღევანდელ საქართველოში ეგ ადგილები მაინტერესებს. როცა რჩები და არ მიდიხარ.